აღნიშნულ თემაზე მაია ნასრაშვილი საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკას პრეზიდენტი იქნება ჩვენთან ერთად. დილომშვიდობის მადლობა სტუმრობისთვის იმისთვის რომ ხართ ჩვენთან ერთად. თემა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით 5 წლამდე მშობლებისთვის, რომლებიც ცდილობთ რომ რაღაცნაირად ყველაფერი ვასწავლოთ ამასაკისთვის ბავშვს და ვამაყობთ და გვიხარია ამ ყველაფრით. თუმცა საინტერესოა თქვენგან მოვისმინოთ, რამდენად სწორია რომ ბავშვმა წერა-კითხვა და ანგარიში ისწავლოს სანამ სკოლაში შევა თუ უშუალოდ სკოლის პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი და პირიქით შეიძლება ცუდი შედეგი გამოიწვიოს ამან. ძალიან კარგი თემაა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა. ზოგადად ბავშვებზე როდესაც საუბრობენ ძალიან მიხარია. და მით უმეტეს ასეთ პოზიტიური კონტექსტში კი დილემაა ნამდვილად მშობლისთვის, იმიტომ რომ ძირითადად რაღაცნაირად მშობელს ძალიან ბუნებრივად უნდა რომ რაცა ყველაფერი ასწავლოს, მოამზადოს, თუმცა თანამედროვე მიდგომა, დღევანდელი, ახლანდელი ბოლო დროის მიდგომები გულისხმობს იმას, რომ ბავშვისთვის ასე ვთქვათ აკადემიური საქმიანობის დაწყება 5 წლის ასაკში ძალიან ადრეა და ხა რატო ცოტა ესე მიზეზებში რა ჩავიდეთ. პირველ რიგში, იმიტომ რომ 5 წლის ბავშვისთვის მთავარი ესე ვთქვათ საქმიანობა ყველაზე ძირითადი საქმიანობა არის თამაში და გართობა. ჩვენი საზოგადოებისთვის რაღაცნაირად ისე ხდება, რომ თითქოს რას აკეთებს, თამაშობს, ნიშნავს, რომ ეს რაღაცას უსაქმოებს. ანუ სინამდვილეში თამაში არის ბავშვის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, ანუ ერთადერთი ინსტრუმენტია და ჩვენ ხა მეორე საქმეა ის, რომ ვთქვათ, მშობლებმაც და მათ შორის პროფესიონალებმაც თუნდაც საბავშვო ბაღის ეტაპზეც ეს თამაშის მეთოდიკა, ინსტრუქცია, რაღაცები ნაკლებად ვიცით, თუმცა ცოდნის საკითხი ერთია, მაგრამ რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის და ინსტრუმენტი არის ბავშვისთვის თამაში და შესაბამისად ხა თამაშის შესაძლებელია ნამდვილად ხა ანგარიში ისწავლოს, იმიტომ რომ რაღაცას რო თამაშობს, არ ვიცი, მათ ორი ვაშლი უჭირავს, კი ბატონო, ზუსტად, ანუ შესაძლებელია ანგარიში ისწავლა, შეიძლება რაღაცა ვთქვათ, 100 იყოს დაწერილი, 100 ამოკითხვა ისწავლოს, თუნდაც თავისი სახელის ამოკითხვა ისწავლოს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა უნდა ავდგეთ და ვთქვათ მშობლებმა თუ იგივე საბავშვო ბაღში აღმზრდელებმა დაიწყონ რომ მოდი რაღაცა ანგარიში წერა-კითხვა ვასწავლოთ. ასაკობრივად იმდენად მრავალფეროვანია ეს თამაშებიც, თუნდაც წიგნის მაღაზიებში და ასე შემდეგ, სადაც ხელმისაწვდომია ეს ყველაფერი, რომ რაღაცნაირად თამაშის მობეზრებაც გამორიცხული არის ამ შემთხვევაში, თუ ასაკობრივად მივყვებით. რაც მთავარია, ცოდნა ჭირდება, როგორ მივუდგეთ, როგორ ვათამაშოთ და მეორე მომენტი ერთი რაც გასათვალისწინებელია, რომ რეალურად თქვათ მოხდა ისე, რომ ვასწავლით წერა-კითხვას გვიზის ბავშვი, ხა ამას ალკე ვიტყვი რა თავისი გავლენები აქვს, თუმცა რეალურად თავარ დროს კარგავს, თამაშის დროს კარგავს და თამაში არის ის, რითაც სწავლობს რეალურად ყველაზე მნიშვნელოვან უნარჩვევებს, რომელიც მას ზუსტად სკოლაში ჭირდება. ანუ სასკოლო შეიძლება იყოს, ხო, ეს იმიტომ რომ ხა სოციალურ ქსელებში არსებობს ხო რაღაც ბევრი ჯგუფები მშობლების და ხშირად ამაყაწერენ ხოლმე, რომ ჩემი შვილი 4 წლის არის და უკვე კითხულობს, ჩემი შვილი 4 წლის არის და უკვე წერს და ასე შემდეგ და რაღაცნაირად მგონია ხოლმე ყოველთვის რომ თითქოს ზედმეტ დატვირთვას ახდენ სამ დროს ნამდვილად სტრესი წავს ეს თუნდაც ბავშვს ჰქონდეს სურვილი არსებობენ ბავშვები რომელსაც რაღაცა ეს ეხალისებათ მოტივირებულები არიან თუნდაც ბავშვს ჰქონდეს სურვილი მშობელმა ხელი არ უნდა შეუწყოს და რატო იმიტომ რომ მაგალითად ერთ ადგილზე ჯდომა 5 წლის ბავშვი რომელიც ერთ ადგილზე ზის ავთ 1 საათი და რაღაცა ასოს წერს ან რაღაცას იმაშვება ხო ან მობილიზებულია ხატვა სხვა საკითხია შემოქმედებით საქმიანობა სხვა საკითხია, მაგრამ როცა აი ეს დისციპლინა, რომელიც და არ მინდა რა ხე ჩვენ მომაყურებელმა გაიგოს, რომ 5 წლის ბავშვს დისციპლინა არ სჭირდება პირიქით, აი სასკოლო მზაობის პროგრამა, რომელიც ბაღშია 5 წლის ასაკისთვის, აი ზუსტად მაგას ასწავლის, როგორ მოიცადოს, როგორ ჩადგეს რიგში, როგორ რაღაცა კონცენტრირებულად იმუშაოს, როგორ განივითაროს ეს რაღაცა ხელის მოძრაობა, ნატიფი მოტორიკა და რაც მთავარია მეტყველება. ანუ ეს ასაკი არის მეტყველების, ასე ვთქვათ, განვითარებისთვის საუკეთესო პერიოდი. მაგრამ ძალიან
ძალიან კარგი საკითხი შეეხეთ დისციპლინა. ესეც ბოლო პერიოდში რატომღაც ძალიან შეიცვალა მიდგომები, დამოკიდებულებები მშობლების მიმართ და რაღაცნაირად ბავშვის დამოუკიდებლობა და თავისუფლება თითქოს აღარ მოიაზრებს დისციპლინურ საკითხებს. მაგრამ აი როდესაც საუბრობთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვმა სანამ სკოლაში შევა იცოდეს წერა, კითხვა, ანგარიში და ასე შემდეგ. აი ამასთან მიმართებით რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ ბავშვს ჩამოყალიბებული ჰქონდეს დისციპლინა, იცოდეს როგორ უნდა იჯდეს გაკვეთილზე, როგორ უნდა მოусმინოს, როგორ უნდა შეასრულოს დაკისრებული დავალება და ასე შემდეგ. აი ამ ორს შორის რომელი უფრო აუცილებელია და რატო? ძალიან ესეთი კომპლექსური კითხვაა და ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი ჩვენ რასაც ვეძახით დისციპლინას აქვს ორი მთავარი განშტოება და ყველაზე მნიშვნელოვანი არის პოზიტიური დისციპლინა, როგორც ამას უწოდებენ. იმიტომ რომ დისციპლინა, ანუ ბავშვისთვის ის რომ მან იცოდეს აი ეს წესები, არის აუცილებელი ნაწილი მისი განვითარების, იმიტომ რომ სხვაგვარად ის ვერც თქვათ სასკოლო ეტაპზე იქნება მზად, ეს მოიწვევს დამატების სტრესს, იმიტომ რომ იქ ვერ ჩერდება, არ იცის როგორ მოიქცეს, ანუ ის მერე უკვე მისი ქცევა უკვე შედარებით რთულდება და ეს მერე უკვე სხვა პრობლემებს იწვევს. ამასთან ერთად ალბათ ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, როდესაც არის ვენებს მოუწესრიგებელია და ასე შემდეგ, შენიშვნაც პედაგოგის მხრიდან გაცილებით მეტია ამ კონკრეტული ბავშვის მიმართ. ესეც ალბათ ზრდის და სტრესის დონეს თვითონ ბავშვში და ესეც რაღაცნაირად გარკვეულ აგრესიამდეც კი შეიძლება მივიდეს. ნამდვილად, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მე რაღაცნაირად თითქოს მის მიმართ ილექება და თუმცა აი ჩემი პერსპექტივიდან და დაკვირვებით აი ეს ბავშვის რაღაცნაირად თავისუფლად აღზრდა ცოტა არასწორად გავიგეთ მშობლებმა, იმიტომ რომ რეალურად ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ბავშვს ვაძლევთ თავისუფლებას იმისა, რომ მან ითამაშოს, გაერთოს, იმხიარულოს, რომ გაატაროს, აი რასაც ეძახიან ეს ლაღ ბავშვობას. აი ეს კონდეს, თუმცა ეს ამის პარალელურად აი ამ პოზიტიური დისციპლინის გარეშე, მისი უნარების განვითარების გარეშე, რომ მან შეძლოს საზოგადოებაში ადაპტირება, კომუნიკაცია, მეტყველება, იგივე თუნდაც რაღაცა საკლასო ოთახში გაჩერება და თანატოლებსა და უფროსებთან კომუნიკაციის დამყარება, ამის გარეშე ჩვენ მშობლები იქნება ეს თუ პროფესიონალები, რომლებიც ბავშვებთან არიან, ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ და აი იმ ქვეყნებში, სადაც თქვა ბავშვი ინდივიდუალურად ფასდება, არის თუ არა მზად სკოლისთვის, იქ არ ითვლება დიდ ტრაგედიად, თუ მაგალითად ბავშვი არ წავიდა 6 წლის ასაკში სკოლაში. ჩვენ 5 წლის ასაკში გვინდა ხოლმე, ოქტომბერშია დაბადებული, ეს ძალიან დიდი ტრაგედია, იმიტომ რომ რაღაცა თითქოს ბავშვს ვართმევთ აი განვითარების შესაძლებლობას და ეს ცოტა აი მესმის მშობლების, იმიტომ რომ ასე იყო ყოველთვის, ჩვენც ასე გავიზარდეთ და აი ძალიან კარგად მესმის, თუმცა აი ცოტა თუ შევხედავთ იმას, რომ აი ის პერიოდი რეალურად აი 5 წელია ფაქტობრივად ძალიან ესეთი ბოლო წუთები, როდესაც ძალიან აქტიურად ვითარდება ტვინი, აი ამას რაღაცა ეხა თანამედროვე ტექნოლოგიაში რომ შეხედოთ, აი სრულიად გასაოცარია, რა სისწრაფით ვითარდება 5 წლამდე ასაკის ბავშვის ტვინი, იმიტომ რომ ეს არის აი ყველაზე ღირებული დრო ბავშვის ტვინის განვითარებისთვის და აი ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დრო არ დაიკარგოს პირობითად აი იმ ნაწილზე, რომ მაგალითად რაღაცას 20 ჯერ გადაწერს და პირობითად ლამაზი ასო გამოუვა, მაგის ნაცვლად თქვათ ეს დრო მოხმარდეს იგივე თქვათ რაღაცა სხვადასხვა ტიპის თამაშებს, რომელიც განვითარებს მეტყველებას, განვითარებს სოციალურ უნარებს, საკუთარი ემოციების ამოცნობას, თქვათ შეძლებს იმას, რომ მზად იყოს, რომ აი სკოლაში რომ მივა მაგალითად გამოხატოს, კი, აი ლექსიკური მარაგი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, შეძლოს საკუთარი ემოციის ამოცნობა, რომ აი მიდის თქვათ ეშინია, უცხოა გარემო, ახალია გარემო, აი ეს ყველაფერი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თუნდაც ანგარიში იქნება ეს თუ წერა კითხვა. ქალტომე თქვენ სკოლის მოსამზადებელი პერიოდი ახსენეთ და ფრესკული უკვე საქართველოში ძალიან პოპულარული და აქტუალურია და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, როდესაც რაღაცნაირად მოსამზადებელ ბაზას უქმნი ბავშვი. თუმცა ყველა ბავშვი არის ინდივიდუალური, ხო და ძალიან ხშირია, რომ თქვათ ერთი კონკრეტული ბავშვი სწრაფად დადულად ითვისებს თუნდაც ასოების წერას ან ანგარიშს და რიცხვებს, მეორე ნაკლებად. აი ასეთ დროს მშობელსაც ხან აღარ ყოფნის ნერვები და ენერგია და არის ხოლმე რაღაცნაირად ცოტა დაძაბულობა და შეიძლება ამ დროს ბავშვს შენიშვნა მივცეთ ისეთი, რომ
მე საერთოდ დავაკომპლექსოთ, დავსტრესოთ და საერთოდ აღარ მოუნდეს მერე წერა და ასე შემდეგ. აი ამ დროს რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა, რომ რაღაცნაირად უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს ბავშვზე და არ გამოიყვანოს იმ ფრესკულიდან, სადაც წერა-კითხვა სასწაულიანი, იმიტომ რომ ფრესკული არ არის ამისთვის. ფრესკული არის ზუსტად იმუნარების განვითარებისთვის, რაც ბავშვს ჭირდება, რომ აი შემდეგ სკოლისთვის იყოს პირველი კლასი გამოვა ზუსტად. და რაც შეეხება მშობლის მოთმინებას და თუნდაც იგივე ვთქვათ პირველ კლასში რო შედის ბავშვი და მშობელს როგორი მოთმინება აქვს, რაღაცნაირად აი არ ვიცი გუშინაც რაღაცა პატარა ვიდეოს ვუყურე და თითქოს აი ეს მშობლები უნდა იყვნენ სუპერ მომთმენი, სუპერ რაღაცა იდეალურები ადამიანები, რომლებსაც არასდროს არაფერი არ ეშლებათ დედამიწის. ეს ხო რეალობა არ არის, ანუ მშობლები ჩვეულებრივად ბრაზდებით, წყის, წყობიდან გამომდინარე ახაც ვიდეო ახსენეთ, აი ბოლო პერიოდში ინფორმაციული არეალი იმდენად გაფართოვდა და იმდენ რაღაცაზე მიგვიწვდება მშობლებს ხელი, რომ ჩვენ უკვე ვიცით ამ ყვირილმა, ჩხუბმა და ასე შემდეგ რამხელა დაღი შეიძლება დაასვას მის მომავალს და ალბათ ეს განაპირობებს შემდეგ ჩვენს ღელვას, რომ ვაიმე ახლა რა გავუკეთე მის ცხოვრებას. თუმცა აი მაგის თქმა უნდა ზუსტად რომ ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღეთ, რომ ეს ყველაფერი ცუდია. ეს ყველაფერი ნამდვილად ცუდია, იმიტომ რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს გარემო, სადაც ის თავს იგრძნობს მშვიდად, უსაფრთხოდ დაცულად და პირველ რიგში ეს მშობლისგან მოდის, მაგრამ ჩვენ არ გვასწავლეს ჩვენ თვითონ როგორ ვიყოთ ისეთი მყარად, კარგად გაწონასწორებულად, ბედნიერად, რომ რაღაცა ესენი დაგვაკლდა და ამიტომ არა ის სულ მშობელი არ ვიცი მე არ მინახავს არ შეგვაქვს ხოლმე პოზიტიური მშობლობის შეხვედრები არ შევხვედროა მშობელს რომელსაც საკუთარი თავის დადანაშაულებაში აი უზარმაზარ მწვერვალებს არ მიუღწევია იმიტომ რომ ყველა მშობელი ახერხებს ამას რომ აი რაღაცნაირად აი ამაში საკუთარ თავს დადანაშაულებს ამაში მესმის თუმცა რეალურად ჩვენთვისაც მშობლებისთვისაც არ უსწავლებია ჩვენში გამძაფრდა არა ნამდვილად ჩვენი მშობლების თაობაში არის რაღაც ესე ზაფრად თორე მე არ მახსოვს რა დედა ჩემი დავშდარიყო და ენერგიულად ჩვენ თუ დავყვიროთ შეიძლება ვიღამე არ გეძინოს თუმცა იცი ჩვენს თაობაში ეს ყოველ ვერ იქნებოდა იმიტომ რომ პოზიტიური აღზრდის მეთოდები არ იყო და განსხვავებული თუმცა მე არ მინდა რომ ჩვენი მაყურებელი რაღაცა შეცდომაში შევიდეს რომ თითქოს რაღაცა დღეს საქართველოში პოზიტიური აღზრდის მეთოდს იყენებს აი ამ UNICEF-ის მიქსის კვლევით ვიცით რომ 79% მშობლების იყენებს მხოლოდ პოზიტიური აღზრდის მეთოდს და ნუ დანარჩენი შეიძლება იყოს ძალადობრივი და მათ შორის ბოლო კვლევებში გამოიკეთა უკვე манипуლაციური რომელიც არის თქვათ შეიძლება ფიზიკური ძალადობა არ იყოს და თქვათ როცა ბავშვი არ ცემოს ან ბავშვის უგულებელყოფა არ იყოს და პირობითი ბავშვი იყოს მოვლილი, ჩაცმული, დახურული და ასე შემდეგ თუმცა ემოციური ძალადობა რომელიც აი манипуლაციური მიდგომა როდესაც რაღაცას ბავშვს აი თუნდაც იგივე შენ ამას კარგად დაწერ, ამას კარგად ისწავლე, მხოლოდ მე გეღირსება რაღაც არ ვიცი და ეს манипуლაციური მიდგომები ხო ეს манипуლაციური მიდგომები ჯერ ისე მკვეთრად არის და ისევე როგორც მათ შორის ხა ფიზიკური ძალადობაც მაია აი ძალიან საინტერესოა როგორ დავიცვათ ზღვარი манипуლაციასა და დისციპლინური ქცევების ჩამოყალიბებას შორის იმიტომ რომ ხშირად შეიძლება მშობლები ვთვლიდეთ რომ ეს რაღაც აი კონკრეტულად თუნდაც ჯერ მირთვი სადილი და შემდეგ ტკბილეული ხო აი ესეც ახლა როდესაც საუბრობდით რაღაც დავფიქრდი რომ მეც ხომ არ ვარ манипуლატორი მშობელი მეთქი და აი ეს ზღვარი როგორ შეიძლება რომ დავიცვათ თავარი პასუხი აქ არის მიჯაჭვულობა ჯანსაღი მიჯაჭვულობა როდესაც ჩვენ ასე ვთქვათ შვილთან მშობელი შვილთან ამყარებს ჯანსაღ მიჯაჭვულობას როდესაც ეს კავშირი არის რაღაცა ურთიერთ პატივისცემასა და ურთიერთ ასე ვთქვათ შეთანხმებაზე დამოკიდებული შესაბამისად ეს манипуლაციური მიდგომა არ არსებობს იმიტომ რომ აი მაგალითად თქვენი მაგალითი ხარაც მოიტანეთ ხო ეს აბსოლუტურად ბუნებრივი ამბავია იმიტომ რომ რაღაცა ბავშვმა უნდა იცოდეს რომ თქვათ პირობითი ჯერ ეს არის თქვათ შემდეგ ეს არის გარკვეული წესების დაცვა თუმცა ახსნილი თან ეს ყველაფერი რისკა აი მეორე манипуლაციურია როდესაც თქვათ თუ პირობითად რაღაცას არ გააკეთებ ამას ვერ მიიღებ ანუ ის როდესაც შენ გაქვს ძალაუფლება როგორც მშობელს ანუ როდესაც შენ ბავშვს აგრძლებინებ რომ შენია ძალაუფლება აგრძლებინებ არა იმას რომ ასეთი წესები არსებობს და შენ მას ეხმარები რომ ეს წესები პრაქტიკაში დაანერგოს არამედ აჩვენებ რომ მე ვარ ის ადამიანი მე ის ერთადერთი ძალაუფლების მქონე რომელიც წყვეტს წესებს და მათ შორის ეს წესები შეიძლება იყოს უსამართლო მაგრამ აწესებს წესებს ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი
სამართლიანი წესები, ურთიერთშეთანხმება იყოს საფუძველი და არა მშობლის ძალაუფლება. კი ბატონო, სულ ცოტა დრო გრჩება და ჩვენ ძირითად თემას რომ დავუბრუნდეთ, ბაღს რა როლი აქვს სკოლისთვის მომზადებაში? ბაღს აქვს უზარმაზარი როლი, იმიტომ რომ სასკოლო მზაობის პროგრამა ასეთი არსებობს ჩვენი კანონმდებლობით. სასკოლო მზაობის პროგრამა მოიცავს მათ შორის იმას, რომ ბავშვს განუვითარდეს ყველა საჭირო უნარი, რომელიც მას სჭირდება სკოლაში შესასვლელად, მათ შორის ეს იქნება მეტყველება, ეს იქნება ემოციური განვითარება, საკუთარი ემოციების ამოცნობა, ფიზიკური განვითარება, ასევე თქვათ იგივე მოტორული განვითარება, რომელიც მას შემდეგ უკვე ძალიან სჭირდება იგივე წერა-კითხვის წერის პროცესში. თუმცა, ნუ ხა მეორე საკითხია ეს რამდენად თქვათ პრაქტიკაში, რამდენად ხორციელდება და პრაქტიკაში რამდენად არსებობს. ეს იგივე პრობლემა არსებობს როგორც თქვათ საჯარო ბაღებში, ასევე კერძო ბაღებში, რომლებისთვის აი ის დაკვეთა, რაც თქვენ წეღან ახსენეთ, რომ აი შესაძლებელია რომ რაღაცა ვთქვათ მე ვასწავლი წერა-კითხვა სკოლაში მომზადებული იქნება ეს დაკვეთა რადგან მშობლისგან მოდის ბაღები ხშირად ამას ასე ვთქვათ კერძო ბაღები საკუთარი ასე ვთქვათ იმისთვის იყენებენ საკუთარი პრესტიჟისა და ეგრეთ წოდებული ბექგრაუნდის შესაქმნელად და აქ ძალიან მნიშვნელოვანია ხშირად სამწუხაროდ თვითმშობლებიც თხოვენ რომ აი რატო არ იცის ჩემაშულმა ლექსები იმიტომ რომ აი აქაც ეგ არის მშობლის ცნობიერება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია რომ ერთის მხრივ ბაღი იყოს ძლიერი და მიაწოდოს შესაბამისი სერვისი და მეორე მხრივ თან დაეხმაროს მშობელს რომ იცოდეს მისი შვილისთვის საუკეთესო რა არის. უღრმესი მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისთვის შევახსენეთ მაყურებელს საუბრობდით უნდა იცოდეს თუ არა ბავშვმა წერა-კითხვა სკოლაში მისვლამდე და აღნიშნული თემა და ჩვენი სტუმარი იყო მაია ნასრაშვილი საერთაშორისო ასოციაცია კიბიტას გეორგიკას პრეზიდენტი.